მარჯანიშვილის თეატრთან შევხვდით ერთმანეთს. წესით თეატრი უნდა იყოს მისი მეორე სახლი. ნინო ზაუტაშვილი ხომ პროფესიით მსახიობია. თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. დედის მსახიობ მერი მიქელაძის კვალს გაყვა. მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ პროფესიად მსახიობობა აირჩია. მერი მიქელაძის მსგავსად თეატრს ჟურნალისტობა, უпростоრად გადაცემების წამყვანობა არჩია. დედამ თეატრი რადიოთი შეცვალა, ნინომ სატელევიზიო გადაცემებით. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს საქმიან ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონ ნინო. 90-იან წლებში ალიონის, ტელესინე ვიდეოს, მერე 64-ის ვაშლების წამყვანი გახდა. რამდენიმე დღის შემდეგ ოფიცერი ერმოლოვი ისევ ეახლა ჭავჭავაძეებს. ნინო სტუმართან ერთად ბაღში სასეირნოდ გავიდა. ოფიცერმა ისევ სთხოვა ხელი. ნინო დათანხმდა. თუმცა ნამდვილ წარმატებას მაინც სოციალური სატელევიზიო პროექტით რეალური სივრცით მიაღწია. ჯოშუა ფრიდმანის და ჯიბას პრიზი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, იუნისეფის პრიზები მოიპოვა არა როგორც მსახიობმა, არამედ როგორც ჟურნალისტმა. რეალური სივრცე დიდი ხანია ლაპარაკობს სტუდენტების პრობლემებზე და გამოწვევებზე საუნივერსიტეტო ცხოვრებისას. ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია, ამ თემაზე დღეს თვითონ სტუდენტები ილაპარაკებენ. მაგრამ ვინ თქვა, რომ ჟურნალისტი, მით უფრო ტელეჟურნალისტი, წამყვანი, ცოტათი მსახიობი არ უნდა იყოს. ნინო ყოველთვის შესანიშნავად გრძნობდა პუბლიკას. თუმცა რეალური სივრცის კეთება რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ის შესანიშნავად გრძნობს არა მარტო თავის მაყურებელს, არამედ იმასაც, რაც აწუხებს მის ხალხს. გიამბო ბროდის გავიაზრე ამის უნარი რომ ქონიაო, ეს მითხრა და შინ ყავაზე დამპატიჟა. ჩემი ხასიათისთვის და ჩემი ტიპის ადამიანისთვის აი ეს ცოცხალი და ენერგიული სამსახური, იმიტომ რომ მე მაშინ ვიყავი ახალი მისული და კორესპონდენტი ვიყავი და აი ამ უზარმაზარი ის მქონდა აპარატურა გადაკიდებული, სად არის ეს ახლა რომ მიდიხარ და ნებისმიერი პატარა მიკროფონი შეგიძლია რაღაცა ჩაწერო, რას ლაპარაკო გოგი, აი ამ ხელა ჩანთები გვეკიდა და დავრბოდით ამ ჩანთებით, დიდი ისეთი მიკროფონები იყო, წეროები და მივდიოდით, ვიღებდით ამ ინტერვიუს, მაშინ აფხაზეთის ომი იყო, ახალი მომხდარი და რომ ჩამოდიოდნენ ეს ჯარისკაცები, ხვდებოდით აეროპორტში, ღმერთო, ეს იყო ძალიან. და პიკის საათი მაგარი გადაცემა იყო. პიკის საათი ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მედიაში. დღეს თუ არსებობს ქართული მედია, ჭეშმარიტად მედია, რასაც ქვია, ამის საფუძვლები დაიწყო პიკის საათში. მე შემიძლია თავისუფლად ვთქვა. კომუნისტების დროს დავიწყეთ მუშაობა მეც და შენც და რაღაც საბავშვო გადაცემებში. დი ბატონო, შენი პიონერი, გახსოვს? პიონერი თუ რა ერქვა, კოცონი. კოცონი. ხო, და მე იყო ჯადოსნური საღებავი. ჯადოსნური საღებავი, რომელიც მე ჩემთვის იყო სამაგალითო შენი ურთიერთობა ბავშვებთან. მე საერთოდ ადამიანებს ვაფასებ იმის მიხედვით, როგორი ურთიერთობა შეუძლიათ ბავშვებთან. აი იქ ჩანს ყველაზე კარგად ადამიანი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ძალისხმევა მათ შორის, მაგრამ აი დამოკიდებულებაში ისე კარგად ჩანს ადამიანი ბავშვებთან დამოკიდებულებაში. ახალგაზრდებთანაც. და ეხლა რას ვფიქრობდი, იცი რომ მოვდიოდი, რომ შენი შეცვლაც პრინციპში ხასიათით არ შეცვლ ხარ ისეთი ხარ. ხო, მაგრამ რაღაცები, აი შემოტრიალება შეიძლება ასე თქვას, ამაში მაინც რეალურ სივრცეში ახალგაზრდებს ვაბრალებ. 100% არა, 120. ეგრეა. ოიმე ზუსტად ეგრეა, გოგი. ანუ რაღაცები ისწავლე მაგათგან. რაღაცები კი არა, ყველაფერი მაგათგან ვისწავლე. ქეთი კაპანაძე, რომელიც მარად ახალგაზრდაა, ნამდვილად არის ეგეთი ადამიანია. ნუ, ჩვენზე პატარები არიან, შენზე, ხო? და აი ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებთანაც ვჭუბობდი, იმიტომ რომ არ მეთმობოდა ეს ჩემი ძველი ღირებულებები რაღაცა. ისინი მეჭუბებოდნენ და მიხსნიდნენ, რომ ეს ესე არ არის, ნინო, ეს ესე არ შეიძლება, ეს ესე უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა რა თქმა უნდა შინაგანი პროტესტი, რომ რაღაცა რას ქვია, კაცო, მე ამ ხელა გამოცდილება მაქვს. არა, ფერიც არ არის შენი გამოცდილება, როცა მოდის საერთოდ ახალი დრო. აი იმ დროს თუ არ მოერგეს ცუდად არ გულისხმობ. ანუ თუ არ
გახსენი ტვინი და არ მიეცი საშუალება ეს სიახლე შემოვიდეს და არ რჩები ისევ იქ სადაც ხარ და ჩვენი თაობა ძალიან დიდი რაოდენობა. ხო და აი ბავშვებზეც ეგრეა ხო რაღაცა ერთი არის რომ ჩაიკუზებიან და პატარები და თვითონაც ვითომ ბავშვებია წახდა ბავშვებს არ მოწონთ ეგ. არ მოწონთ რა თქმა უნდა. და დარწმუნებულია რომ ამ ახალგაზრდებსაც უყვარდათ ნინო. ნახე როგორ წარსულ დროში ვლაპარაკობ. ხო, აი ეს მაგიჟებს. ხო. იმიტომ რომ ჩემთვის რეალური სივრცე არის იქნება და ყოველთვის აი ეხლაც იცი რომ გავდივარ ტელევიზიასთან თუ კი რამე მახსენდება ეს პირველ რიგში რეალური სივრცე. მაგრამ ძველი გადაცემები, კარგი გადაცემები. ძალიან კარგი, მაგრამ მაშინ რა ყავა? მე მაქვს საოცარი ყავა. საოცარი არა ის. აი ეხლა ნახე. ეხლა ხო იცი რომ მე შესულ ყავას არ დაგალებინებ და არ ვიჭებ სხვათა შორის. ერთადერთი თან ეგოისტი ჭიქებით, რომელიც არასოდეს არ არის ერთნაირი და მაგაზე საერთოდ გიждები კიდე, შენ დიდი ჭიქით გაგიგა. თურქული ყავა, კი, რა თქმა უნდა, თურქული. აი ესე ჩემო ბატონო. ესე იგი რა დიასახლის ხარ რა მაგარი. ვაიმე, სხვათა შორის გოგი, სხვათა შორის მე მგონია რომ ჩემისთანა დიასახლისი მართლა არ არსებობს. ეხა რატო? არ მეზარება არასდროს კეთება საჭმელის. ბოლო 3 დღეა ტელევიზიის დერეფნებში, სოციალურ ქსელში, ქუჩაში და სატელეფონო ზარებით გვესმის კითხვები. გაგრძელდება თუ არა თქვენი რეალური სივრცე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიცით და თუ ის ყველაფერი მართალია, რაც გვესმის, უბრალოდ კიდევ ერთხელ ერთად გვინდა გავიხსენოთ ის, რის გამოც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ეს გადაცემა. მსახიობობა სხვა მხრივაც გამოადგა. მრავალმხრივი ნიჭი აქვს და შეუძლია თითქმის ყველა როლი მოირგოს, როცა ამას ცხოვრება აიძულებს. აგერ 40 წელი ტელევიზიაში მუშაობდა და გადაცემა დაუხურეს. რეალური სივრცე, როგორც თავად ამბობს, მართლაც რომ ის რეალური, ნამდვილი სივრცე იყო, რომლის არსებობა ცხადია იცოდა, მაგრამ შიგნით არასდროს შესულა. ამ პროექტმა ახლებურად დაანახა ის რეალობა, რომელიც ქართულ მედიას ყოველთვის ნაკლებად აინტერესებდა, რადგანაც მისი ჩვენება არასდროს იყო მონგებიანი. და იქნებ სწორედ ამიტომ იყო ამ პროექტის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს იბრძვის სასამართლოებში დარბის. ამბობს, რომ უსამართლო მოპყრობას არავის შეარჩენს, თუმცა იმასაც ამატებს, რომ არ ეთაკილება არც ერთი პროფესია, მათ შორის სამზარეულოში ტრიალი. როცა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მე გამომაგდეს, მე ვიყავი ყველაფრისთვის მზად. მაგალითად, გამეკეთებინა დასუფთავების კომპანია. ან მეკეთებინა სადილები და როგორც 90-იანებში შვილებს ვარჩენდი და ვაბარებდი რაღაცეებს გამზადებულს, აი ეს იყო პირველი აბსოლუტურად არა. მე მაგალითად, აი ხო გეუბნები, არ არსებობს საქმე, რომელსაც ვითაკილებ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ არსებობისთვის თანხა საჭიროა. მე ხო არ ვამბობ რომ 7 მილიონს დავაგროვებ და წამოვწვევი მერეზე. ანუ ამ ხალხს სთავაზობ რაღაც ალტერნატიულს. აი არის ერთი რომ სინდისი გაყიდო და მეორე რაღაც ალტერნატიული გააკეთო დროებით მაინც. გაყიდო შენი მომსახურება. არ ჯობია მომსახურება გაყიდო, ვიდრე სინდისი გაყიდო? ხო არის რაღაცა. ხო? ან არა გეთანხმები, მაგრამ ვიცი რომ ბევრი არ დაგეთანხმება. ანუ ძნელია რა. არა. ძნელია მიუთი თუ არჩევანი სწორი არჩევანი ადამიანის. ჩემს სიცოცხლეში არავინ. ისინიც ერთადერთხელ წამოვცდა და ძალიან ნანობს სხვათა შორის. როდესაც იმედმა გამოაცხადა ჩემი რაღაცა საოცარი შემოსავლების აუი ხო. ერთადერთი მაშინ ლევანს მიმართა ჯავახიშვილს პირდაპირ კამერაში რომ ლევან შენ მაინც როგორ დაგემართა ეგ. იმიტომ რომ ლევანი არ მიპასუხა, ვერ მიპასუხებდა გოგი. ვერ მიპასუხებდა, იმიტომ რომ მე რო შემომიტანოს ვიღაცამ ტექსტი, გოგი გვახარია ბლა ბლა ბლა, ვერ წავიდე. მაშინაც კი როცა გეუბნებიან რომ თუ ამას არ წაიკითხავ, წახვალ. წავალ რა თქმა უნდა, წავალ. მე მირჩევნია წავიდე იმ სამსახურიდან, ვიდრე წავიკითხო ის რაც აბსოლუტურად რასაც არ ვეთანხმები, ხო, გამორიცხულია ხალხო. კი, მეკითხებიან, წაიყვანეთ ეს. მე არა, წამოდი ნინო საუტაშვილთან არ გამოვა ეგრე. მეუბნებიან, რომ კი, დადგები შენ წაიყვან გადაცემას. მე ამ დათმობაზე მივდივარ. სახლიდან გამოვარდი გიჟივით. ეს აქცია რომ მოეწყო, ვერ მიხსენებ, დაგიძახეს შენ. მე დამირეკეს, ხო, დამირეკეს რომ ესეთი ამბავია, ეხლა არის მოსული ხალხი და არის ისა რა ქვია, მოთხოვნა რომ ეთერი დაგვითმონ, საზოგადოებას დაუთმონ ეთერი და მოდი გვინდა რომ შენ წაიყვანო. სახლში ვიჯექი წყნარად ჩემთვის.
ჩავით და ვიხურო გავიქეცი. რომ მივიდე და გავუწყო გადაცემას. იქვედგანან ვასილ მაღლაფერიძე, თინა. ანუ რეალური სივრცე დავიწყოთო? თუ დისკუსია გვინდა რომ შენ წაიყვანო? დისკუსია გვინდა რომ შენ წაიყვანო, იმიტომ რომ იქ უკვე აღარ იყო ლაპარაკი თქვა რაღაცა რეალური სივრცე კი არა, იქ ისეთი ამბავი ხდებოდა უკვე რომ ნუ რა ვიცი ხა, ლაშაც იქ იყო ბუღაზე ხო გახსოვს არა ძალიან ბევრი ხალხი იყო და რომ მივარდი უკვე ხო, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ რაღაცა გადაცემა უსათუოდ უნდა ყოფილიყო და თქვა მე უბრალოდ მოდერატორის როლს შევასრულებდი მეტი არაფერი. თიკა ბერძენიშვილმა კიო წაიყვანოსო ნინო რომ შევედი მოვემზადე იქვე ჩემ პროდიუსერი მოვიდა იქვე ბავშვები მოვიდნენ დავიწყეთ მუშაობა კითხვები რაღაცა აქეთ იქით ჩავიდი დავიხურე გავიკეთე მაკიაჟი გამოვდივარ და უცებ მესმის ვასიკო მაღლაფერიძე არავითარ შემთხვევაში ნინო ზავტაშვილი არავითარ შემთხვევაში ნინო ზავტაშვილი მოგი ისიც ვიცი ვინ დაურეკა საქართველოს ძალიან პატარა ეგ თუ გვიშველის ეს გვიშველის სულ მაგას ვამბობ იმიტომ რომ ერთშვენი დღეს მარტო რომ შემოგელახება შენი ბიძაშვილი მე რა შენ უნდა გეტკინოს წესით ახლა თუ მაგას ცხოველი არა არის შემთხვევები რომ არტკივად არტკივად ხო იმიტომ რომ ეს ძალიან მაღალი ეშელონებიდან მოდის ეს როგორ გითხრა აი ეს უგულებელყოფა ყველაფრის გარდა ფულისა, გარდა მდგომარეობისა. იმიტომ რომ პირველი ღმერთი მათი არის ფული. ფულია ამათი ღმერთი ხალხო. მეტი არაფერი აღარ არსებობს აქ, არანაირი ღირებულება. აი ეს უნდა იყოს დაპაჭკული. ამაზე უნდა ეძინოთ. თბილად უნდა გზნობდნენ თავს, რომ იქ ბევრი აქ ფული და გონია რომ ის გადაარჩენს და რამდენი შემთხვევა ვიცით რომ ფულიც გონია ადამიანს, მაგრამ ვერ გადარჩენს. ხო და აი სხვათა შორის რო ვლაპარაკობდით საბჭოთა კავშირზე. არ მოგინდათ ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა, მაშინდელი საზოგადოება რომ იცი რა, ამას რომ ვამბობ ხოლმე, იგივე რადგან ახალგაზრდებს ვლაპარაკობთ, მე ვამბობ, თქვენ რაღაც ნოსტალგიებით ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირზე, მე რომ მეუბნები არ მეცინება ამაზე, მაგრამ საზოგადოება იყო ეგეთი. არ იყო გოგი, არ იყო, იმიტომ რომ მაგალითები არ იყო სამაგისო. ნახე, შენ შეგიძლია გაიწე. იცი როგორ გითხრა? აი მე მაგალითად მახსოვს ესეთი რაღაცა, რომ აი მინისტრები, ვიღაცები, რომლებთაც მართლა ჰქონდათ ბევრი ფული და რაღაც მოკლედ შესაძლებლობები და პრივილეგიები უზარმაზარი. ეს ადამიანები ეგეთ რაღაცებს ერიდებოდნენ. აი ესე საქვეყნოდ, აი ესე რომ ხედები არისო. არ იყვნენ პირიქით მალავდნენ გოგი. მალავდნენ, იმიტომ რომ იქ ის მომენტი იყო, იცი მაინც რომ ჯერ ეს ერთი არ შეიძლებოდა მოპარვა, ეს ითვლებოდა ძალიან დიდ დანაშაულად. იყო რამდენიმე პრეცედენტი, რომ საერთოდ დაიჭირეს ის ლაზიშვილები მაგალითად, რომლებიც ჩვეულებრივ ბიზნესს ეწეოდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ხალხი, კაცო, ბიზნესმენები იყვნენ, მაგრამ ნუ აი მოხდა ესე რა. და აი ესეთი როგორ გითხრა, გაველურება ფულთან დაკავშირებით, აი ესეთი ველური სიხარბე, აი როგორ გითხრა რა, რასაც ახლა მე ვხედავ და თან ის კი არა რომ ბოლო-ბოლო შეირგო შენთვის და ჩუმად მაიც იყო. ოფის არა აქ როლექსი, მე არა მაქვს როლექსი და არც მინდა სხვათა შორის. არა ნუ ახლა ხო იყვნენ ადამიანები, რომეო მიქაუტაძის ცო რა მნიშვნელობა, ხო? ლეგიონია მათი სახელი დღეს. იმიტომ რომ ქართველებს აღმოგვაჩნდა რაღაცა სასწაული ნიჭიერება ამაში, რომ ფულის შოვნაში აღმოჩნდით ძალიან მარჯვეები და ის კი არ არის რომ რაღაცას მოერიდო ადამიანი და აი ამასთან ერთად თქვა გააქვს ფული, მაგრამ რაღაცა საგანმანათლებლო პროექტი გააკეთო, თქვა მისცე ადამიანებს საშუალება რომ რაღაცა უნარები შეიძინონ, გაფართოვდეს ეს ყველაფერი. ეხლა რო დაარბიან და აგინებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მე პირადად ძალიან ბევრი სოფელი ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც სწორედ მათი დახმარებით რაღაცას ეწია, საქმეს ეწია. დააფასა თავისი თავი, თავისი უნარები, შესაძლებლობები, ვიღაცას გადასცა ეს შესაძლებლობები, მე ეს ძები ჩაკეტეს. თლიანად ჩაკეტეს, გოგი, თლიანად ჩაკეტეს, გააკეთეს ის, რომ ვიღაცა გაუგება ადამიანებს, ალანზე მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ ეს ასეა, როცა არ ფიქრობ და სიღრმეებში არ ჩადიხარ. ვიღაცებს ალანძღინებენ, მაგათმა რაღაცა. იციან, რომ წყალი როა ზოგიერთ სოფელში, ეს ყველაფერი ამერიკული და ევროპული ფულია. და თუ კი სადმე არ არის, იმასაც დევი დააჯდა და იმ ფულსაც გამოუღო ბოლო და იმიტომ არ არის იმ სოფელში წყალი, სადაც არის, ამათი გაკეთებული ეს არ არის. მე გადავრჩი გოგი, მე შემიძლია ვთქვა რომ გადავრჩი, იმიტომ რომ სუბთა ფიზიკურად შემეხო ეს ამბავი. ძალიან სწრაფად მოვიმატე, წავიდა შაქარი ძალიან ზევით და
ისეთი დისფუნქცია და მემართა მთლიანი, მოვწყდი, ძალიან მოვწყდი. მე თვითონ რო არ მომწონს ჩემი თავი, ხო იცი, გიჟის სახით რო და ყველაზე ცუდი იცი რა არის, რითი გავარჩია ადამიანები მაგ მომენტში. გავარჩია ადამიანები, ვისაც რეალურად ვინ შედიოდა ჩემ მდგომარეობაში და რეალურად ხვდებოდა მე რატომ ჭირდა ის რაც ჭირდა და ადამიანები რომლებიც მეუბნებოდნენ რაღაცა შენ რაღაცა ვერ გამოიყურებოდი იმ დღეს კარგად. რაღაცა მიხედე რა შენ თავს რა ცოტა დაწყნარდი რა. აი ამას რომ მეუბნება ადამიანი რომელიც არაფრის კეთებაში იღებს ფულს, არაფრის კეთებაში. ოღონდ შენ თქვას გასწავლის რომ ნუ კარგი ხარ. აი ესეთან მეგობრებო. ტელევიზორს არ უყურებ როგორც წესი ამას ამბობენ არ ვიცი რა ხო რა არ გამიგია ხო რა გოგოებმა მითხრეს კაცო ნინო გიჟის სახით იდგა იმ დღეს და რაღაცას ყიროდა ეხლა ჩვენმა თაობამ რო განსაკუთრებულად თავი მოიჭრა ხა რა თუნდა მაგას ლაპარაკი რატომ მაგას ლაპარაკი? იმიტომ რა კიდე რას უკავშირებ? რას უკავშირებ? რო თავი მოიჭრა. აი, მართლა ხო რაღაც სხვანაირი იყო მაშინ. აი ჩვენ რომ მუშაობდით ტელევიზიაში. კი, მაშინ იყო აი სრული სტაგნაციის პერიოდი. ხო, ის ხალხი იმ ხალხს ხედავ დღეს. რა თქმა უნდა. ვერ ამოზრა ეს ხალხი აქედან. დარჩა. ხო არა, საბჭოთა კავშირში დარჩნენ. რა თქმა უნდა დარჩნენ. რა თქმა უნდა გიტარა ჩქარიტაში, სუფრა გაშლილი, მეგობრები, შეკრებილები გიტარა და ჩქარიტაში. ჩქარიტაში არ ვიცი. გოგი რა გჭირს ახლა რა. თეატრში ხო დადიან. თეატრში ვიცი რომ ეს ჩემი სპექტაკლი რამდენი წელია? 15 წელი. აი, კაი რა. 15 წელი. ანშლაგი. ანშლაგი? ოღონდ იქ ხდება ის რაც ხდება ყველა ოჯახში. თავიდან როცა მოვიდა ციცინგობიაშვილი რეჟისორი რომ ნინო რაღაცას გამდა ძალიან მინდა რომ ითამაშო. მე ვთხარი, მე 30 წელია წამოსული ვარ თეატრიდან, რაღაცა, რა ვიცი, კაცო, პროფესია არის, როცა ყოველდღიურად რაღაცა იმაში ხარ რა, ტრენინგში ხარ და რაღაცას აკეთებ და მუდმივად ატვირთული ხარ. და ეხლა მე ვთხარი, რანოირად გითხრას, იცინო რომ ეხლა მე ვითამაშებს, ვერ ვითამაშებ, მე ვთხარი, აღარ მახსოვს ეგ პროფესია საერთოდ. გეხვეწებიო რა, აი, ჟურნალისტი ქალიაო, ამერიკელი ნილ საიმონის პიესა. გადმოქართულებული. ჟურნალისტი ქალიაო, რომელსაც რაღაცა ეს ცოტა მომეწონა. ეს უკვე რეალური სივრცე არა. არის. დაწყებულია რეალური სივრცე და რო ჩამომითვალა ვინ თამაშობს სპექტაკლში. ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მე აი არ მექნება ის რომ აი მე სწორად წავიკითხე, არ წავიკითხე, ეს გავაკეთე, ის ვერ გავაკეთე, აი. იმპროვიზაცია ალბათ ბევრი, ხო? ავიდან ბოლომდე. ხო, მაგას მივხვდი, იმიტომ დადის ხალხი. კი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, შეიძლება მეორედ, მესამედ მოდიან. მეორედ, მესამედ მე ხანდახან მესმის ჩემი რეპლიკა, რომელსაც იმეორებს დარბაზში ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყავით ჭიათურაში, ეს არის უდიდესი ტრადიციის თეატრი, უდიდესი ტრადიციის მაყურებელი, რომელიც მიჩვეულია ძალიან კარგ და მნიშვნელოვან დადგმებს და ჩვენთვის პატივია რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან წავდექით ამ პიესით და მივიღეთ მართლაც ძალიან გულხურვალე როგორც კომპლიმენტები, ასევე ტაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მსახიობისთვის. ქალების პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 2011 წელს შედგა. 15 წელია სპექტაკლზე მაყურებელი მუდმივად დადის. ქალების პირველი სპექტაკლები იმ წარმოდგენებს რომ შევადაროთ, რომლებიც დღეს იდგმება, განსხვავებას აუცილებლად დავინახავთ, როგორ შეიცვალა ნინო ზაუტაშვილი. სხვა ადამიანია. კი, ისევ მხიარული, უშრეტი ენერგიით, დაუზარელი ცნობის მოყვარე, მაგრამ უფრო სერიოზული, უკომპრომისო და მებრძოლი. გახსოვს ის პერიოდი, როცა შეიცვალა ხელმძღვანელობა ჩვენი გადაცემები რო დახურეს და გადასარევად მოგხსოვს. რატო დატოვეს რეალური სივრცე შენი აზრით? ეს რა იყო, რომ აი რუსული სიტყვა როა გალაჩკა. ეხა ზუსტად დღეს მე შემიძლია მაგაზე წყნარად და მშვიდად ვიყარაკო. მოკლედ 2016 წელია კონკურსი ჩატარდა დირექტორობაზე. შევიტანე ამ კონკურსში მონაწილეობაზე. მონაწილეობა მივიღე, გაიმარჯვა ვასკო მაღლაფერიძე. ერთი წამი არ ქონია სხვა მოლოდინი, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. დამირეკა, როგორც კი გაიმარჯვა და მითხრა რომ შენო ეხა ინტერვიუ მიეციო ტელევიზიაშიო, სხვა ტელევიზიასო და ესე თქვიო რომ მე ვაგრძელებ ჩვეულებრივად ჩემს საქმიანობას. კი, მე ვთქვი ესეც არის. ასე ვაკეთებდი, იმას ვაგრძელებ. ხო და ძალიან დიდი მადლობაო და მეო მინდაო რომ შეგხვდები. გადმოვიდა, თვითონ გვეახლა რეალურ სივრცეში და გითხრა რომ მე ვგიჟდები ამ გადაცემაზე და უნდა გავაძლიეროთ ეს გადაცემაო. დიდი მადლობა მე ვთქვი, თუმცა მე ვიცოდი რა მთელი მის ისტორია, ნუ ეს გაძლიერება სახელმწიფოდ ისე ახთოვანებით ვერ შევხვდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა გაძლიერება.
გადის რაღაცა პერიოდი და უცებ მირეკავს იანთაძე. გადმოდი ჩემთან მეუნება. ზის ვასიკოს კაბინეტში ია. არ შემიძლია რომ არ მოვყვე რა ვქნა. ცუდი გოგო ვარ, მაგრამ ეგრე. ეს ხოლმე დარჩეს ისტორია ხალხო, ამიტომ დარჩეს ისე როგორც იყო. გადავდივარ იასთან, უკვე პირობა მიღებული რომ უნდა გამაძლიერონ. გუნდთან ერთად და მოკლედ, დიდი ამბებია. გადავდივარ და იანთაძე მეუნება რომ ნინო იცი რა არის, მოკლედ ესე გადაწყდა. რომ რეალური სივრცე გაჩერდება, თქვენ გადადიხართ მოამბეში, სტოპ მე ვთხარი, რას ქვია რეალური სივრცე გაჩერდება? გადაწყდა რას ნიშნავს? აი პირველი კითხვა ეგ იყო. რას ნიშნავს გადაწყდა? ვინ გადაწყვეტა? სამი კითხვა დავსვი ეგრევე რომ აბა მითხარით ახლა მე ვთხარი ასე რანაირ. ვაიმე ვიცი რა არისო? ვასიკო მითხრაო რომ შეხვედროდიო ახლა მამიდა გარდაეცვალა და იქ არის წასული. არ მაინტერესებს მე ვთხარი. აი ხა დაურეკე და მალაპარაკე, იმიტომ რომ გუშინ წინ იყო ჩემთან მე ვთხარი და მითხრა რომ გადაცემა უნდა გავაძლიერო. ამას გულისხმობდა გაძლიერებაში მეთქი რომ მე მოამბეში, მე რა უნდა გავაკეთო მოამბეში მე ვთხარი? მე ჩემს სიცოცხლეში საინფორმაციო ჟურნალისტიკაში ბავშვები უნდა გაეშვათ. ბავშვებიც მოამბეში უნდა გადასულიყვნენ. რა გუნდზე გელაპარაკები, იცი? ბრწყინვალე გუნდზე, ეგეთი გუნდი ტელევიზიის ისტორიაში ძალიან ცოტა ყოფილა. ძალიან ცოტა ყოფილა. შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელი ტექსტით თქვა ეს. და მადლობა დღესაც მათ ამისთვის, რომ რამე ვიცი საერთოდ. ხო და რეკავს ვასიკოსთან. ის მეთქი ვასიკო მეთქი, ეხლა მე იასთან ვარ და ესეთ რაღაცას მეუნება და ეს რას ნიშნავს? ეხლა მე მამიდა გარდამეცვალა და ხვალ მოვალ და ვილაპარაკოთო. გოგი, იმის მერე წავიდა ისეთი ამბავი. ხოცავდით ერთმანეთს, გადავედით უკვე მთელი გუნდი, მოთხოვნებით და ბრახაბრუხით პირდაპირ მაგიდაზე. გიორგი გვიმრაძე, პაატა ქურდაძე, იანთაძე პერიოდულად ბორჯობს აწვდით და ვასიკოს რო დაწყნარებულიყო, იმიტომ რომ იქ მიდიოდ და აი როგორი ჩხუბი მე ვერ აგიღწერ. ბორჯობი. ხო. აი მე პირდაპირ ზუსტად არა, ნუ ახლა ჩემ თვალს იხდებოდა და მე მინდა ისტორიას დარჩეს ის რაც იყო რეალურად და აი ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს რა. ეგრეა. ყველა დღე ჩვენი მუშაობის იყო ომი. და მე რო გამოვდიოდით ოთახიდან, დირექტორის კაბინეტიდან, სადაც გიორგი გვიბრაძემ თქვა, რომ სოციალურ თემებს ჩვენ დავფარავთ. როგორ დაფარავ მე ვთხარ? დისკუსიებს მოაწყობ? თუ დისკუსიების მოწყობა გინდა, აგერ არის გუნდი და ვაკეთებთ ამ დისკუსიებს და შენ თუ დაფარვას იმას ეძახი, რომ ეხლა ლენტეხიდან 5 წუთიანი კადრი გექნება ჩართული, რომ იქ გზა ჩამოწვა და всё, დავთავრდა იმაზე და კაცი შუს არ გაახსენდება, მე ის გზა რო ჩამოწვა, მოიყოლა ვინმე, გადარჩა ცოცხალი, თუ რა იქნება და რა არის საჭირო, რომ აღდგეს ეს გზა. რას ეძახი დაფარვას? შენ საერთოდ რა იცი ტელევიზია მეთქი? ნუ ამაზე გადაირია გვიმრაძე, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ სასტუმროდა რომ მოდიხარ სამუშაო ტელევიზიაში, კი იცი ტელევიზია. დავბერდი ამ პროფესიაში და გეუბნები გოგი დღემდე აბსოლუტურად ყველა ჩემზე ახალგაზრდა ადამიანისგან განსაკუთრებით ვიღებ ყველანაირ შენიშვნას, იმიტომ რომ ვიცი რომ მხოლოდ ეგ გამზრდის. მაგრამ ნინო არა მარტო ახალგაზრდებს უსმენს. ადამიანი, რომელმაც ტელევიზიაში პირველად მიიყვანა დედა, საქართველოს რადიოს დიქტორი მერი მიქელაძე. როგორც წესი, ქართულ ოჯახებში სამზარეულოში იყო ხოლმე რადიო ჩართული და მერი მიქელაძის თბილი ხმა ფაქტობრივად აღიქმებოდა როგორც ოჯახის წევრის ხმა. მეფე პატონი, ნება დამწეთ, მგონი ვიღაც. აქ არავინ არის. შეტაკედებენ. მუდმივ ლაშქარში, კაცი რომ იცით, კოცვინ მოგცემს. ისი ამბობენ თითქოს ედალოცვილი ქვეყანა მე ფერეკლეს თავისთვის უნდოდეს. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ეს ლაშქარი იმათ მამულებს იცავს. გამოიცვალე. რათა? დასრულებულ ხარ, გაცივდე. არაფერი, ეგრეთი არ შეჩვეული. არა, მეფე. არა. 65 წლის გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები დემენციის დიაგნოზით სახლში გაატარა. ნინო უვლიდა. ეს არის მერიკო. ეს არის სპექტაკლი, რომელშიც თამაშობდა თეატრი რა რატო წამოვიდა? აი ხო, გაგიჟდა. ეს სამგროშიანია, ხო? ეს არის სამგროშიანი ოპერა, სადაც თამაშობდა ერთ-ერთ მთავარ როლს. ეს აი რამაზ ჭიკვაძე რო მანდარი? კი. უი, რა კარგია, რამაზი და დედა იყვნენ ჯგუფელები და გურამ საღარაძე. მე მაქვს უნიკალური ჩანაწერი მრავალჟამიას რომ ღერიან. დედა, გურამი და რამაზი.
ეს ახლა უკვე რადიოს პერიოდია, ლევან ხო და რატო წავიდა რადიოშიო, რა მითხარი? წავიდა რატო იცი? მამას არ უნდოდა რომ სხვა შორის სამგროშიანი ოპერის ნახვის შემდეგ იეჭვიანებდა. იეჭვიანა. ხო, აქ ისეთი ეროტიკა იყო. ხო, და იეჭვიანა მამამ რომელიც იყო ცოტა შეირთო არ იცოდა. ბიჭო, იცოდა, მაგრამ რაღაცა ეთქობა, ხო იცი, ფიქრა რომ იქნებდა დავძლიო ეს ამბავი, მაგრამ ვერ დაძლია. და იეჭვიანა და უთხრა რომ არა უნდა დატოვო თეატრიო და სხვათა შორისო მერე მიყვებოდა დედა. მამაო ესწრებოდა ამ სამგროშიან ოპერასო, პრემიერასო და მის წინ იჯდა სერგო ზაქარიაძეო. და სერგო ზაქარიაძემო რომელიღაც მსახიობს აღარ მახსოვს, ახლა გადაულაპარაკაო რომ რა ქნესო კაცო. ესე იგივე მერიკო შეიძლება ახლა საერთოდ დატოვოს თეატრი ამ როლის გამო რა. რატო გააკეთეს ესო? იეჭვიანებს ქმარიო. გესმის, ეთყობა, ეს არის 60-იანი წლები. ხო. ხო. და განიცადა ესა, რომ დამორჩილდა. დედა მთელი ცხოვრება მაგას განიცდიდა. განიცადა, რატო დაუმორჩილდიო თუ? რატომ დამორჩილდი იმ პერიოდის ქალებს არ ქონდათ. რატომ წამოვედი თეატრიდან? ოღონდ მიზეზი რატო წამოვედა თეატრიდან? ამას აღარ განარცობდა ხოლმე რა. რატომ წამოვედი ჩემი საქმე ხომ თეატრი რაღაცა ხმა ხო ქონდა სრულიად ხავერდი და მე მახსოვს დედა მიკითხავდა დაძინების წინ ნინო ნაკაშიძის თინას ლეკურს. აბაზე, თელ ჩემი მეგობრები ხო შაყირობენ, იმიტომ რომ დასაძინებლად შევყავდი დედას და აღრიალებული გამოვყავდი და მაწყნარებდა 1 საათი რომ მე კიდე დავეძინებინა. იმიტომ რომ თინას ლეკურში ხო ის არის რომ შვილიშვილებს შეათ და თინა მიდის რომ თავადის კარზე იცეკვოს და 1-2 კაპიკი მოიპოვოს რომ აი ზერო ტიროდი უკვე რეალური სივრცის წამყვანი გეუბნები ხარი ტირევდა. ხნაოდი მახსოვს თელი მოთქვით ტიროდი რომ დატრიალდა თინა და თან ხმა ხო ქონდა ესეთი და ამ ხმით აქცენტირებული აი ამას რომ მოყვებოდა რომ თინა დატრიალდა და გაშალა ხელები და დაეცა და მოკდა და ვა მე ვიცოდი ტირის იმცუთას ვიყიდე რომ როგორია ხა წარმოიდგინე ხო? იცი როგორ გავუშვეს? დედაც გააგდეს იცი? ხო, არა, იმიტომ რომ გამეორდა ისტორია, ნახე რა გამეორდა. ეს ვარდების რევოლუციის მერე? კი, 2005 წელია. გაუშვეს პენსიაზე. პენსიაზე გაუშვეს, როგორ იცი, პირდაპირ წავიდა ჩვეულებრივად სამსახურში, დედასთვის სამსახურში წასვლა, რადიოში წასვლა, ეს იყო, მთელი ამბავი, ჩაიცვა, პომადა, წავიდა და უცებ მირეკავენ, რომ ნინო ჩქარა მოდი დედა ცუდად არის. ვაიმე, გიჟივით გავქანდი. და ხედავ სურათს რომ სასწრაფო მოსულია და დედას შუბლიდან აი ესე სისხლი აი ესე მოდის მოჩქებს და ექიმები და არის ერთი ამბავი მივარდი გიჟი მივარდი უცბად რომ რა იყო დედა რა მოხდა მეოთხარი და ესე იგივე შევდიოდიო დედიკო და კარი ის არ გაიღო ეს ტურნიკეტი არ გაიღო დედას შემთხვევაშიც და დაუძახეო იქო დაცვის ზუსტად და დაუძახა თურმე პეტრო იყო. მე მგონი გიორგი გაბუნიამ მიამბო ჯულიეტაზეც. რაღაცა მსგავსით ხო ეს დროს მოხდა. კი, ზუსტად ეს არის. შვი გაუქმე. მისმინე და მაგის მერე მალევე ავად გახდა. კი. და მე შენ მაინც თვლი რომ ეს მისი ავადმყოფობა უკავშირდებოდა კიდე. აუცილებლად გო. ხო, მეც ესე მგონი. ჩვენ რაღაც დედაჩემი და დედაშენს ამ ხრივ რაღაცა ერთი და იგივე ფინალი აქვს. რა ჭირდა, იცი, ავტომატურად იცვამდა ყოველ დღე. იცვამდა ყოველ დღე უნდა წასულიყო სამსახურში. დემენცია და აი ეს წევები და სამსახურში უნდა წავიდა. პირველი პომადა საისვამდა, ჩაიცვამდა და მიდის. დედა სად მიდიხარ? მორიგეობა მაქვს სამსახურში. გავიყვანდი, გავასწრებდი, შემოვიყო. წარმოიდგინე რა, რიტუალები მქონდა მთელი რა. მე უკვე ავიყვანი ადამიანი, იმიტომ რომ მე ძალიან დაკავებული ვიყავი და მინდოდა რომ სამსახურიდან გარბოდა. ხო, სახლში მინდა და ვეუბნები დედა ეს ხო შენი სახლია. მე მივხვდი რომ უნდა ვეთამაშო დედას. ჩემოდანს ავიღებდით და მივდიოდით. მივდივართ სახლში და მოვბრუნდებოდით. ხო, მე ავიწყდებოდა რომ სახლი არ არის და ერთ დღეს მქონდა ესეთი დიდი კომპიუტერი, რომელსაც ესეთი მიკროფონი ჰქონდა. გახსოვს გოგია ის თავიდან ასე ხო. და რადიო ლექსები რაღაც აქეთ და გიორგიმ გადაწყვიტა რომ მოდიო დედა მე ამას რადიოს მოუწყობ სახშიო და მოდი ესე გავაკეთოთ რაღაცა. მიდიოდა გოგი ჩდებოდა და ლაპარაკობდა. ანუ აი რადიოში იყო.
ნინო და მისი გუნდი გადაცემა რეალური სივრციდან, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი მუდმივად ლაპარაკობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე. ზიამაღლობელი მიმართავს შიმშილობის ფორმას. მეტრო მეტად ხეთენდება, რაც ზიამაღლობელი საპატიმროში შიმშილობს. ბოლოს ამ ხალხს კონტრაქტები შეუწყვიტეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ამით ისინი ხელშეკრულების პირობებს არ ღვევდნენ. გადაცემა რეალური სივრცის სარედაქციო გუნდი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი უკანონო. თუნდაც ნინოსთან ამ საუბრის მოსმენის შემდეგ დარწმუნდებოდით ალბათ, რომ ამ ადამიანის გაჩერება შეუძლებელია. მით უმეტეს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზეა ლაპარაკი, ტელევიზიაზე, რომლის გულშემატკივრად რჩება. შეიძლება ერთი წამი რომ შემოვიდე, შეიძლება. არა, არ შეგიშვება. ნახოთ, იქნებ შემიშვა. აი, მეც შაშტაბიურო. შეიძლება ერთი წამი შემოვიდე. ბატონო. აქედან რომ გაგვაგდონ არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ეს უკვე ალბათ კერძოა. ალბათ, ხო, იმიტომ რომ შემოპარულები ვართ ახლა. ხო, ესე გამოდის, ხო, არა უშავს, თუმცა არის სადაროს, ამასაც მოვესწარით. ამასაც მოვესწარით, რომ აი ეს ტერიტორია, გოგი ტელევიზიის ქვევით არის გასასვლელები მდინარისკენ, ხო, აი როგორ მაინტერესებს რა საოცრება. რატო გააკეთდა ეგანა და ეს გააკეთდა იმ შემთხვევაში თუ რაღაცა თქვა ომიან გაუთვალისწინებელი მოქმედებები დაიწყებოდა, რომ ყოფილიყო მაუწყებლობა ქვევიდან. ანუ დაახლოებით ერთი იგივე ამბავი ქვევით ხდება. ნუ ომი გადაიტანა ამ ტელევიზიამ. რამდენი შენობამ, ომიც გადაიტანა და სხვათა შორის რიკოშეტით ტყვიაც მომხდა ერთ-ერთი გადაღების შემდეგ. ეგეც მომხდარა. კი, აქ შემოსული. პირველად ტანკები აქ კიტოვანის აქ მოვიდნენ. გამარჯობათ. არაფერი ჩვენ ვიღებთ უბრალოდ აქ. აქ მუშაობდი 40 წელი. ხო? უბრალოდ რო იცოდეთ. არა, ვიცი რა ძალიან. არა, ხო, ისე იყურებოდა ეს ადამიანი, ეგონა ხა შემოვარდი უნდა ავიღო ტელევიზია. აი, მოკლედ. აი კერამიკები, აი ეს უკვე ხო, ეს უკვე ხო მზადება ალბათ ახალი იმისთვის მშენებლობისთვის. ანუ ერთ ჩვენე დღეს მოვლენ ეს თრიანად დაინგრევა. თუ ეს ფასადი რჩება. იცი რა არის ძალიან დიდი ის იყო სურვილი იყო რომ ეს კონკრეტულად ეს შენობა დარჩენილიყო ცენტრალური. იყო სხვადასხვა ვერსიები, რომ ქალაქისთვის ეს შენარჩუნებულიყო, თუნდაც მედია მუზეუმი გაკეთებულიყო. იმიტომ რომ პერიოდულად რაღაც განახლებები და რემონტები აქ კეთდებოდა, ანუ რაღაც ხარჯი არის გაწეული. ხო და გვინდოდა ეს მოგვეთხოვა, ქალტონი მარინა მიზანდარის ხელოვნებაცოდნეთ სხვათა შორის ძალიან ბევრს მუშაობდა ამ თემაზე. ახე გაფიცვა, ჩვენ დავბრუნდებით, ეს არის ტელევიზია. სადღა დავბრუნდებით, აბა. თუ დაანგრევენ ვეღარსად. ნახე, გაფიცვაო. 15 იანვარს იყო ეს გაფიცვა, ეს თანამშრომლები გაიფიცვა. კი, იმიტომ რომ ჩვენ ხო შეგიძლიათ მცველების გუნდი გავაკეთეთ. ხო. ეს აქციები, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, ხო, აქ. ყოველ საღამოს. მაგრამ იცი რა არის, გოგი, ვერაფრით ფართო საზოგადოების ინტერესი ვერ გააღვიძა საზმაო. შეიძლება იმიტომ რომ არ იყო პოპულარული. არ იყო პოპულარული. იმიტომ რომ ის რაც ბოლოს დაიწყო და აწია უცბად რეიტინგი სხვათა შორის აი ამ საზოგადოების შემოჭრამ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ მაუწყებელში. ხო, აი ის რო ყოფილიყო სულ და მუდმივად, მეტი ის ექნებოდათ, აი მეტი განცდა ექნებოდათ ადამიანებს, აი ეთერი ხალხს. ალბათ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხოლოდ ამ აქციების დროს გაიგო ხალხმა რეალურად და არავის არ ეწყინოს ეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია რა არის და მნიშვნელობა რა. თქმა უნდა. რომ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, მაინც არ ლაპარაკობდნენ. არა, გოგი. ეს იყო, თქვათ, აი როგორ გითხრა, იყო რაღაც აი ოქროს ესეთი წერტილები, რაღაც გამოანათებდა უცბად, მაგრამ ებრძოდნენ საშინლად, იმ წუთას რო ებრძოდნენ. იმიტომ რომ სანამ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც არის ბიუჯეტზე რაღაცით ჩამოკიდებული, აი ხალხის ხმა გაგვაგონეთ, ნახე. და სანამ სამეურვეო საბჭოს წესი არჩევის არ შეიცვლება, მანამდე არ არსებობს რომ ეშველოს არანაირად საზოგადოებრივ მაუწყებელს. ხო. ანუ კანონია შესაძლებელი. თქმა უნდა კანონია შესაძლებელი, მაგრამ რადგან ჩვენ ტელევიზიიდან, საქმეთელერადიო მაუწყებლობიდან გადავედით საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ესე იგი შანსი არის კანონის შეცვალო ისე რომ მეტი შანსი მისცე ადამიანს რომ მისი ხმა ესმოდეს ტელევიზიიდან. კი. ეს შენი არ არის შენი. არ არის, ეს არის ყველა ადამიანის, რომელიც ვაგროვებთ ფულს, რომ
რაღაცა ნაწილი ტელევიზიას მოვახმაროთ, რაღაცა ნაწილი ჯანდაცვას მოვახმაროთ, განათლებას მოვახმაროთ. კითხე. ყველასი არის, რა თქმა უნდა, აკაც უკებისაც არის და იმისაც არის, ვისაც აკაც უკები არ უყვარს. აი ზუსტად. ხო, ანუ საზოგადოებრივ მაუწყებელი, ანუ ყველას. ყველასია. შენ თუ მე აკაც უკს მეძახი, მე შენ რაღაცა სხვას გეძახი. მაგრამ ყველა აქ ვართ და ყველა აქ უნდა ცხოვრობდეთ და ყველას უნდა გქონდეს ჩვენი აზრის დაფიქსირების. ეხლა რა დაიწყეს დებატები? რატო დაიწყეს? სხვათა შორის გაგიკვირდება და მე დამიძახეს დებატებზე. აჰა. წამყვანა? არა, ვაიმე. უბრალოდ ერთ-ერთ სტუმრად. რა უთხარი, უარი უთხარი. უარი უთხარი. ისე ნეტა თუ ნახეს ის რაც უნგრეთში მოხდა. როდესაც ნახეს და დარწმუნებული ვარ რომ აის პირველი რეაქცია. გზელი კაბით რო უყურებდი, სულ ფიქრობდი რომ როგორ გავს. როგორ გავს? გავს, ხო. იმიტომ რომ ის მდგომარეობა ზუსტად იგივეა პრინციპში, ხო? ეს ბრძოლები ყველგან ერთ და იგივე თემაზეა, ხო? გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნაზე, საკუთარი უფლებების დაცვაზე, სამართალზე, რომელიც თუ არ დადგება, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება, გამორიცხულია. დედის ცხოვრებასთან პარალელი აშინებს. იმედია ზუსტად არ განმეორდება ყველაფერიო, მითხრა ჩვეული შავი იუმორით. უფრო მეტიც თulis რომ რაც ვერ მოახერხა დედამ, ახლა თავად ნინომ უნდა შეძლოს. ინტერვიუს ჩაწერის დროს დავფიქრდი, ვერც გავიხსენე ზუსტად რამდენი წელია ვიცნობ ნინო ზაუტაშვილს. 40 წელი ნამდვილად. ხო და კარგად რომ ვიცნობ, იმიტომაც ვარ დარწმუნებული რომ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. ნახე როგორ გამეორდა რაღაცა ცხოვრებაში. ხო, ნუ ხა ეგეც გარდაუვალია ალბათ რაც არის აფქნა. მე მაგას ვერ შევცვლი. ნახე როგორი რაღაცა თეატრიდანაც ამოვიდა ძალიან გულმოდგენი და ზუსტად ეგ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ფაქტიურად მომიწია თეატრის დატოვებაც და ამან ნუ აი და დაბრუნებაც ჩემი სხვათა შორის იყო პასუხი იმაზე რაც მოხდა მაშინ. თამთავარი როლით. აი ეს რაღაცა ჩემთვის იყო, იცი რა, რომ აი დაგიბრუნდა რაღაცა შენ და მიდი აბა გააკეთე ახლა. და წავედი და გავაკეთე და დღემდე აშლაგებით მიდი სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ეს მარტო ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთი პატარა ბეწო ხო არის ჩემი მაინც რაღაცა და აი აქედან გამომდინარე, აი დავშვიდდი, რომ ეს მაინც ხო, ეს გამეორება არ გაშინებს ხოლმე. არაფერი არ მაშინებს აბსოლუტურად. ანუ რაღაცნაირად გიხარია კიდეც. კი, გამოწვევად ვიღო. ხო. მე ვიცი რა, ერთი თვისება რაც ხო. კი, აი მამამ რა. სტიმულია. კი, უხ. ეხლა ეს ტელევიზიის მანქანაა. ეს ტელევიზიის მანქანაა. და აქ რას აკეთებს? ნუ მაინც ეთქობა გადი გამოდიან, რა ვიცი, რა. რაღაცა წასაღებია. კი.